პირველი მინდა ვთქვა, რომ ბუნებრივია მეც ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლის ნაწილი არის ჯერ კიდე შესაძლებელი, რომ გადმოვიდეს ჯანსაღ მხარეს და არ დარჩეს ან ვიღაცის შიშის ტყვეობაში, ან კორუფციული გარიგების გამო არ იყოს იქეთ, ასე შემდეგ რა. მაგრამ აქვე უნდა აღნიშნო, რომ იქამდე სანამ სხვის ამომრჩევლს გადმოიყვან, ამას ახლა სხვა პარტიებზეც არ ვიცი, ზოგადად მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მიმართ ესეთი ფონია. ჯერ შენ ამომრჩევლს უნდა გქონდეს შენს მიმართ ჰიპერსიმპათია, უნდა გთვლიდეს, რომ სუპერ ძალები ვართ და მე არ მგონია, რომ ვინმე ასე თვლიდეს. რომ ჩვენ 100% ვასრულებთ იმ შეკვეთას, რაც ამომრჩევლმა 26 ოქტომბერს ჩვენს მიმართ გააკეთა. და ეს არის. ანუ ჯერ შენი ამომრჩეველი პოლიტიკური სუბიექტები. ხო, ნუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ რა. და ვისაუბროთ იმ შედეგზე, რაც ფორმალურად მაინც გამოგვიქვეყნა, ხო? ამ 4 პარტიამ 800,000 კაცზე მეტი დაგვიწერეს, რომ ქონდა მხარდაჭერა, ხო? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბევრად მეტი იყო ჩვენი მხარდაჭერა და ქართული ოცნების ნაკლები. მაგრამ мотиваციის ნაკლებობა ქონდა ნამდვილად ამ ხალხს საპროტესტო აქციებზე. ეს რაღაცით იყო, ხო, განპირობებული. მათ შორის იმაზე, რაც ცოტნე მისაუბრა, როცა ბოდიში მოსახდელი გაქვს, უნდა მოიხატო. როდესაც აი საბოლოო ჯამში მე მიმაჩნია, რომ ომის ნარატივი, ეგრეთ წოდებულ ომის ნარატივთან დაკავშირებით, ოპოზიციის და მათ შორის ჩვენი მხრიდანაც იყო ძალიან ზერელი დამოკიდებულება. რომ ეკონომიკაზე საუბრით, სადაც არც თუ ისე სიღრმისეულად მიდიოდა საუბარი, იქაც შეიძლებოდა გადაფარულიყო ისეთი თემა, როგორიც არის ქართული ოცნების ხელში აღმოჩენილი ესეთი პროპაგანდისტული მანქანა. და მე მგონია, რომ აქ შესაძლებელია ჩვენი საერთაშორისო, აი თუ გახსოვთ საქართველოს ესე დამოკიდებული საერთაშორისო კონტექსტზე. თვითონ აი ამომრჩევლის დონეზე. აი აქციაზეც რომ მივდივარ, პირველი ლაპარაკობენ უცხოეთში რა ხდება, რატომ? ეს მარტო ეკონომიკურ ბმაზეა დამოკიდებული თუ რაზე? არა. პირველ რიგში არის უსაფრთხოებაზე დამოკიდებული. უკრაინის კონტექსტი შეუძლებელია რომ არ იყოს გათვალისწინებული ჩვენ ქმედებებში, მაგრამ აქვე ვიზიარებ იმას, რაც ცოტნემას თქვა. ჯერ გურიაში, დიღომში, წალენჯიხაში უფრო მეტი სხვაობით უნდა მოვიგოთ არჩევნებს. კიდევ უფრო მეტად უნდა უნდოდეს ხალხს ჩვენთვის ხმის მოცემა. და აქვე ჩემთვის ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდი, აი ამ პროცესში, შევაფასო ოპოზიციის მდგომარეობა, არის ის, თუ რა დამოკიდებულება არის ამ ორი პოლიტიკური მოთხოვნის მიმართ საზოგადოების მხრიდან. ერთი არის პოლიტპატიმრების მიმართ მოთხოვნა, რომ განთავისუფლდნენ და ხედავთ, რომ აქვს ტოტალური მხარდაჭერა ადამიანების და დემონსტრანტების მიერ. მეორე არის ახალი არჩევნების იდეა. მოდი გულახდილად ვთქვათ, ხო? ბევრად უფრო ნაკლები ენთუზიაზმია ახალი არჩევნების იდეასთან დაკავშირებით. რატომ? და მე მიმაჩნია, რომ აქ მთავარი არის ის, რომ პოლიტიკური კლასი მნიშვნელოვნად უნდა განახლდეს. და ეს არ არის ყბადაღებული ახალი სახეების თემა. მიდგომებშია აქ საქმე. რომ როდესაც შეცდომას დააშავე, ბოდიში უნდა მოიხატო. მაქსიმალურად უნდა ეცადო ურთიერთთანამშრომლობისკენ და ადგილზე უფრო მეტად უნდა ცდილობდე, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე არ იწყებდე იმის მოკვლევას, რა უჭირს ხალხს ამა თუ იმ რეგიონში. ეს რუტინაა. ნებისმიერ სახელმწიფოში პარტია რომ არ ხდება პირობითად 2020 წელს 4 წელი ემზადება მოსაგებად და არა ბოლო 6 თვე. ეს ესეა. და მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროტესტმა შექმნა არაერთი ძალიან საინტერესო აქტორი, პირი, რომელიც ყველა ვარიანტში მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ პარტიულ ცხოვრებებშიც იყვნენ წარმოდგენილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის ბედი წყდება ბიულეტენით. და იმ ბიულეტენში კიდევ უფრო ფართო არჩევანი უნდა კონდეს და მეტი სანდოობის მქონე ადამიანების, რომლებსაც არც ზედმეტად დიდი გამოცდილება აქვთ მარცხში და უფრო ორიენტირებულები არიან ამ ქვეყნის მომავალი როგორი იქნება. მათ შორის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებითაც, რომ აი ის არგუმენტი, რომ უბრალოდ ნატოს ქოლგის ქვეშ ჩვენ რო ვიქნებით, არაფერი არ მოგველის, ეს ჩვენი ამომრჩევლისთვისაც აღარ არის უკვე საკმარისი. ბევრად უფრო სიღრმისეული, ხო, ბევრად უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო, ბევრად უფრო მეტ აქტორზეა ლაპარაკი საჭირო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ საპროტესტო ის არის, რომ აი შეკვეთა შევასვათ. შეკვეთა ყველაზე კარგი რაც ამ პროტესტმა მოიტანა არის ის, რომ ხელისუფლების მიმართ კონტროლი გაზრდილია
მაგრამ ოპოზიციის მიმართაც უკვე დაკვეთები სხვანაირად გამოჩნდა. ოპოზიციასაც აკონტროლებს ეს ხალხი და არ აძლევს საშუალებას, რომ პირობითად კატასტროფული შეცდომა დაუშვას. ან პარლამენტში შევიდეს, ან არ შევიდეს. ან ხელისუფლებასთან დიალოგზე დაждდეს, ან არ დაждდეს. ან ასე სტატუს quo შეუცვლელ თვითმმართველობის არჩევნებში შევიდეს, ან არ შევიდეს და კარგია, როდესაც ყავს ესეთი სამოქალაქო საზოგადოება. და რაც შეეხება, როდის იქნება პიკი ამ პროტესტის, როდესაც ერთი დინება არის ქართული ოცნების დინება, რომელიც მიდის თავისთვის, ანუ თავის კანონებს იღებენ, ცხოვრობენ, ფულს იპარავენ. მეორე არის ჩვენი, რომელიც რეპრესიული ტალღის ქვეშ არის მოქცეული. როდესაც ეს ორი გადაიკვეთება და როდესაც ქართული ოცნება ვეღარ შეძლებს შვიდ გარემოში ამ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას, ეს იქნება ამ პროტესტის ნამდვილი და ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა ქართული ოცნების. მადლობა ლევან.